გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. აი, ნოემბერის დადგა და წინ სიცივე და გაზის მრიცხველის თავბრდამხვევი ტრიალი გველოდება, მაგრამ ისევ ჯობია რომ მიტრიალოს, ვიდრე არ იტრიალოს, ანუ გაზი ჯობს უგაზობას. ეს ლირიკული შესავალი იყო. ახლა კი სამწუხარო ფიქრები, რაც ამ ბოლო დროს მიტრიალებს თავში. ხომ გახსოვთ, როდესაც ჩვენი პარიზელი პრეზიდენტი მადამ დე ზუღაბიშვილი დეპოლარიზაციაზე ლაპარაკობდა და მოძღვრავდა წინ დეპოლარიზაციისკენ, თუმცა როგორ შეიძლებოდა პრაქტიკაზე ამის განხორციელება რეცეპტი არ დაუდია. მგონი უბრალოდ ამბობდა მე უნდა ვიყო ერთადერთი და მარად ლეგიტიმური პრეზიდენტი და დეპოლარიზაციაც თავისით მოვაო. შეიძლება ახალ დეტალები მეშლება, მაგრამ ის მახსოვს რომ დეპოლარიზაციისგან მოგვიწოდებდა დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, თეთრსა თუ შავს, ძუძუმწოვარსა თუ ქორდიანს. ხოდა გეკითხებით ძვირფასო მეგობრებო, განა დეპოლარიზაცია, ანუ დიდი შერიგება და ლუკმის გატეხა და ვახტანგურის დალევა ნაცების მოტრფიალისთან როგორმე შესაძლებელია? დიდი ეჭვი მაქვს რომ არა. ნაცისტვის დეპოლარიზაცია არის მხოლოდ ის, როდესაც მისი მოწინააღმდეგე აღარაა ცოცხალი და მაშინაც არ გაჩერდება ნაცი, გარდაცვლილს აუცილებლად ისეთ რამეს აკადრებს, სიტყვიერად რასაკვირველია, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არასდროს იყო მისაღები, რაც ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მშობლები, ქვეყანა, სკოლა, რწმენა და წიგნები გვასწავლიდნენ. როგორ შეიძლება დეპოლარიზაცია მოხდეს იმ არსებასთან, რომელსაც შენი არა მხოლოდ პოლიტიკურად დამარცხება სურს, არამედ შენი ფიზიკური განადგურებაც გაუხარდება და ეჭვი მაქვს რამე რო იყოს ამას თვითონაც შეუწყობს ხელს. შეიძლება ვინმე მითხრას რომ ვაზვიადებ, მაგრამ არ მგონია რომ ვაზვიადებდე. ასეთი ზიზღი რაც ნაცებისგან მოდის, იტალიელი ფაშისტებისგან, გერმანელი ნაცისტებისგან, საბჭოელი ბოლშევიკებისგან და სხვა პოლიტიკური კრიმინალებისგან არ მგონია ოდესმე რომ ყოფილიყოს. ჩვენი ნაცებისგან კი მოდიოდა, მოდის და წამოაკიდეც. რა ხდება ადამიანებში, მეგობრებო? არა, რა ხდება კი არა, რატომ ხდება ასეთი რამ ადამიანებში პოლიტიკური მისწრაფების გამო? ანუ ნაცის მოსაწონი პოლიტიკოსი თუ არ ავირჩიეთ, ამის გამო ფიზიკურად უნდა გავნადგურდეთ? თანაც რათ უნდა ის პოლიტიკოსი იცის რომ? ალბათ გონია რომ თუ კი სიტყვაზე სალომე სამადაშვილს დასვამს ტახტზე, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ევროპელიც გახდება 800 ევროიან პენსიასაც დაირტყავს, ინგლისურადაც ალაპარაკდება და კალკულატორის ხმარებასაც ისწავლის. აბა სხვანაირად არ მესმის თუ რატომ იწვევს მასში ასეთ არაადამიანურ ზიზღს მოწინააღმდეგე, რისი გულისთვის. ხშირად მithქვამს და ალბათ კიდევ ხშირად გავიმეორებ, რომ წაგების მუდმივმა 13 წლიანმა ისტორიამ არჩევნებს გულისხმობ, ბევრის ფსიქიკაზე უშედეგოდ არ ჩაუვლია, უფრო მეტიც, ძიმეთ იმოქმედა. გასაგებიცაა, რომ შეადარონ მაგალითად კაცი 13 წელი კაზინოში რომ დადიოდეს და სულ აგებდეს, ხომ გამოშტერდება და ხომ მოხდება რაღაც გამოუსწორებელი ცვლილება მისი რუხი ფერის უჯრედებში. 13 წელია ყველაფერს აგებენ. მგონი უბრალო კუკუ დამალობანაც რომ ეთამაშონ ქართულ ოცნებას, ან კაზაკი რაზბოინიკი, ან დურაკა, ამაში წააგებენ. ასეთი ტენდენცია უკვე, რადგან წაგებისთვის არიან დაბადებულნი და თავის აგებას საკუთარ თავს და საკუთარ უნიათობას და საკუთარ ხელმოცარულობას კი არ აბრალებენ, არა, აბრალებენ მოწინააღმდეგე მხარეს. აბრალებენ პუტინს, დიახ, თურმე პუტინის დამსახურებაა ალეკო ელისაშვილი რომ თბილისის ვიცე-მერი არ გახდა. ელისაშვილი ახლა ისე სიტყვაზე ვთქვი. ისე კი სადაა ალეკო ელისაშვილი, დიდი ხანია თვალი არ მომიკრავს. უკრაინის ფრონტს ხომ არ დაუბრუნდა ჩვენი გმირი ალეკო. ხომ გახსოვთ ის რამდენიმე დღე, როდესაც ალეკო უკრაინის ფრონტზე იბრძოდა, უკრაინა ომს იგებდა და როგორც კი ის და ხაბაზი სამხედრო ნადავლით დატვირთულები წამოვიდნენ იქიდან, უკრაინის სამხედრო ძალების საქმეც უარესად წავიდა. კარგი, უკრაინაზე ღლიცინი არ მინდა, არა ეს ლამაზი საქმე. დიახ, უკრაინის მთავრობა არ მომწონს და არ მომწონს პირველ რიგში იმიტომ, რომ რატომღაც მე არ მოვწონარ, მაგრამ
უკრაინელი ხალხი რა შუაშია. უბრუნდებით ჩვენს შეუდარებელ ნაცებს. მე ფიქრება, რომ გავა დრო და აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან უფრო დაალაგდება სიტუაცია და მოლაპარაკების მაგიდასთან ადრე თუ გვიან დავსხდებით და მშვიდობის ჩიბუხსაც გავაბოლებთ და ნაცთან კი არაფერი გამოვა. რატომაც ასე მგონია? იმიტომ რომ ზიზღის ის მასშტაბი, რაც ნაცისგან მოდის, ალბათ იგივე აფხაზებს, ოსებსა და რუსებს შეშურდებოდა. ძალიან სამწუხაროა ეს. ერთადერთი გამოსავალია ნაცებმა ცოდები და დანაშაული საჯაროდ მოინანიონ, მაგრამ ისინი ამას არ გააკეთებენ. იმიტომ არ გააკეთებენ, რომ ყველაფერს სუჩი ჩვენ გვადანაშაულებენ და განა მხოლოდ ლოკალურ ამბავში. ღმერთმა დაიფაროს და ვენესუელაში რაღაც აურზაურე რომ დატრიალდეს, ამაშიც ბიძინა ივანიშვილის ხელს დაინახავენ. და ეს კი უკვე დიაგნოზია. უკვე კი არა, დიდი ხანია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდაძე.